გაგაცნობთ ჩვენი თამაშის მოთამაშეებს. ტექნიკური უნივერსიტეტის ატმორის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მიხეილ ანგულაძე. სამეგრელოს ბიზნესმენთა საბჭოს პრეზიდენტი ვახტანგ პიჭიკაია. ექსპერტი ყველაფრის მცოდნეობის დარგში ვასილ ფხაკაძე. გუდანის მეშვიდე მიკრორაიონის დიასახლისი თათია სულაევა. ძვირფასო მოთამაშეებო, მე გაგაცნობთ თამაშის წესებს. მე დავსვამ კითხვას და ყველა თქვენგანმა უნდა გასცეს პასუხი. ის, ვინც პირველი გასცემს პასუხს, მიიღებს ქულას. იმისათვის, რომ თქვენ დააფიქსიროთ თქვენი პასუხი, თქვენ უნდა ისარგებლოთ პულტით, რომელიც ეხლა თქვენთან გაქვთ. ბატონო ვასო, ეს სხვა პულტია, გთხოვთ გამორთეთ. მადლობთ. მაშასე დავიწყოთ თამაში. პირველი შეკითხვა. ცნობილი ქართველი ჰოკეისტის ფელიქს ურუმანიძის უკანასკნელი სიტყვები. მე უპასუხებ თუ შეიძლება. მისი ბოლო სიტყვები იყო, თუ არ ვცდები, ფანჯარა გამოაღეთ, რაღაც ვერავარ კარგად. პასუხი სწორია და ვის ართმევთ 20 ლარს? მე 20 ლარს წავართმევ ბატონ ვახტანგს. ბატონ მე რატომ ართმევ კადოჩე რა არის? მე რას მართმევ რა ყაჩაკი ხარ თუ ვიხარ შა? 20 ლარი მომეცი ხო, თამაშის წესები. რატომ უნდა მოგცე სადამა 20 ლარი? 20 ლარი ამოვიდა და მომეცი ეხლა. მაშინ გამოვიდა რა, აფერისტი ვარ თუ რა არის? 20 ლარი ამოვიდა და მომეცი. მომეცი 20 ლარი. მომოვიგე დაწნარდეთ. დაწნადიო გითხრა. მომეცი 20 ლარი. 20 გითხრა. 20 ლარს თქვენი ჯიბიდან ეს გადაცემის ფორმატია უბრალოდ. შემდეგ გადმოირიცხება. ვაგრძელებთ თამაშს. შემდეგი შეკითხვა. ვინ ააგო ჩინეთის კედელი? ჩინეთის კედელი ააგეს ჩინელებმა. პასუხი სწორია. და ვის ართმევთ 20 ლარს? 20 ლარს წავართმევ თათიას. აბა იმასო წავართვა, შეიძლება ჩამარტყას თავში რაღაცა. ეს ქალია და ჩმორიგია. ვინა, ბიჭო, ჩმორიგი შენ ვერა ხარ ცოტა ხო? ერთი ამას უყურე ჩმორიგია. თქვი შეხაცა წამოვიდა. არა, ხედავ როგორი ამბიციები გაქვს. შემდეგი შეკითხვა. რა ქვია მხატვრულ ფილმ მაგდანას ლურჯაში ვირს? ლუსია. უკაცრავად თუ შეიძლება გაიმეორეთ პასუხი. ლუსია. ვირს ქვია ლუსია. ბატონო თათია. დიახ. თქვენ საერთოდ დაგაშტერათ ამ სერიალზე და ნორმალურად აზროვნების უნარიც დაგაკარგინათ. ვირი ლურჯა. განვაგრძობთ თამაშს, მე მაინტერესებს ვის ჩუქნით 20 ლარს? 20 ლარს ჩუქნი ბატონ მიხეილს. კარგი, ბატონ მიხეილს. განვაგრძობთ თამაშს და შემდეგი შეკითხვა. არ დაგიკარგებ. ცნობილი ქართველის მურთაზ ქოლობაძის ნამდვილი სახელი და გვარი. მურთაზ ქოლობაძის ნამდვილი სახელი და გვარი, ფსევდონიმი გახლავთ, მურთაზ ქოლობაძის სახელი და გვარი ნამდვილი გახლავთ, თუ არ ვთქვი ირმა თაქთაქიშვილი. სამწუხაროდ პასუხი არასწორია და ვის აძლევთ 20 ლარს? 20 ლარს აძლევ ქალბატონ თათიას. და რატომ ქალბატონ თათიას? ჯერ იმიტომ რომ არის კარგად მოაზროვნე ძალიან და მშვენიერად გამოიყურება თვითონ როგორც მანდილოსანი ამ ეტაპს. როგორ მშვენიერ? კარგი მანდილოსანია და ამიტომ იმსახურებს მე ვფიქრობ. რატომ? იმიტომ რომ კარგი ნაკვთები აქვს ელემენტარულად ინტელექტუალურ მხრივაც კარგად არის განვითარებული. რატომ? რავი ბაღვიანი ხალია, კაი, აი მე ვარ. კაი, ესეთი. რა გითხრა? რატო?
ბატონო, რა ვიცი, ხალი არ შემოხეს მოგიებ გესიემუნე. ბატონო დაწყნაროთ. ვაგრძელებთ თამაშს და შემდეგი შეკითხვა. ბახვია რა შეხედავ წარელა ბახვია. შემდეგი შეკითხვა. შემდეგი შეკითხვა. რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს? საყვარელ ადამიანს ვერ ვაპატიებ ფათლარს. ალბათონ თათია თქვენ კვლავ რაღაც სისულელეს იძახით? არა, როგორ გეკადროთ? სწორი პასუხია ღალატ. დიახ, და ვის მისცემთ ოცლარს? ოცლარს მივცემ ბატონ ბახტამ. მადლობა რა. დიდი მადლობა რა. მაგრამ ჭირდებოდა ახლა. აქ პირველი ეტაპი დასრულდა და ალბათონ თათია თქვენ ტოვებთ ჩვენს თამაშს. მე ვტოვ. დიახ. შუქი ჩავაკროთ. გასაგებია. კარგად გძანდებოდეთ. ვაიმე სინათლე დედა თუ გამოირთო მე სიბნელეში არ შემიძლია და მაშინ წავალ რა. არ შემიძლია არა. უხასობო თამაშეებო, ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს. შემდეგი ეტაპი. ვინ არის ავტორი ლექსისა მერი? გალაქტიონ ტაბია. თუ შეიძლება გაიმეორეთ პასუხი. გალაქტიონ ტაბია. ვინ ტაბია? გალაქტიონი კაცო ტაბია. ჩემი გალაქტიონი და შენი კიდე. სამწუხაროდ პასუხი არასწორია, სწორია გალაქტიონ ტაბიძე. აუ რა. და ვის მისცემთ ოცლარს? ვის მივცე ახლა სადამაკ მისაცემი ახლა აი სადარი არა მაგბული ახლა არა მაგბული არ წამართოთ არავინ არა მაგბული არა მაგბული ბავშვები მელოდებიან აი ბავშვები არა მაგბული გასაგებია ვაგრძელებთ თამაშს და შემდეგი შეკითხვა. ვინ იყო საქართველოს პირველი მეფე? მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ჯერ საქართველოს როცა შეიქმნა, ანუ ეს დირექტორატი როცა ჩამოყალიბდა ფაქტობრივად მთელი ტერიტორიის, მოიაზრებოდა, რომ უნდა ყოფილიყო მეფეთ ფარნავაზი, მაგრამ ბოლნისელი ისტორიკოსების წყაროებიდან თუ ვილაპარაკებთ ამ შემთხვევაში თვითონ მეფე როგორც ასეთი არ იყო ჯერ თვითონ სტრუქტურაში ჩამოყალიბებული, მაგრამ ამავე დროს სულ სხვა წყაროებს გვაწვდიან ჩვენ ვაზისუბნის და ეს წალკის ისტორიკოსები სულ სხვა წყაროებს გვერდა. ამ საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია მაინც ამ ეტაპზე ვთქვათ, რომ იყო ფარნავაზი, მოდით პირველი მეფე მაინც. ფარნავაზი. დიახ, ბატონო, თუ შეიძლება პასუხი? ფარნავაზი. სამწუხაროდ პასუხი არასწორია, სწორი პასუხია ბაგრატ მესამე. დიახ, და ვის გადასცემთ ოცლარს? გადავცემ აგერ ბატონ ვახტანგს გადავცემ. მადლობა რა გომჭირდებოდა. შემდეგი შეკითხვა ძვირფასო მოთამაშეებო. რომელი საათია? კაპუჩდა და ისა 18 საათი და 15 წუთი კიდო. ახლა ხო. რომელია 15-ია, უკვე 15 წუთია, აუ დავაგვიანე მე ბოდიში მაშინ რა. რატო დამაგვიანდა იმდენ? კაკაკე ბოდიში. განვაგრძელოთ თამაში და შემდეგი შეკითხვა. პოემა ვეფხის წაოსნის ავტორი? მაკდონალდსი. ბატონო? მაკდონალდსი. სამწუხაროდ პასუხი არასწორია, მაგრამ თქვენ ძალიან ახლოს იყავით სწორ პასუხთან. სწორი პასუხია რუსთაველი. აუ რა მადლობა რა. რუსთაველი. აუ რა, რას მიშვება რა. აუ ფიქრებში ვიყავი რა. დიახ. თანხა შესაბამისად გადაეცემა ბატონ ვასოს. შემდეგი შეკითხვა. 2x2.
ორჯერ ორი არის ქათამს აქვს ორი ფეხი. ქათამს აქვს ორი ფეხი და შესაბამისად აქვს ორი ფრთა. ორი ფრთა რა ხარ აქ ქათამს ორი ფეხი აქვს. ესე სხვა ქათებსაც აქვს ორი ფეხი და ორი ფრთა. ახლა გაუდგინარი, როდესაც ქათამი მიფრინავს, მას მისი სიჩქარე უდრის ფესქვეშა გამოსახულების მიხედვით რომ იძლეოდა ოთხი და საკუთარ კუდრნებს ჯამი რომ უდრის კუდრს და კუდრს ჯამს, ახლა 11 გამოკლებული 2 2 მინუსი და აქედან ძროხი ჯიქი და გაუდგინარი 4 უნდა იყოს. 4 ასოს ისტორია. შემდეგი შეკითხვა. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ალასანია. თქვენ ამბობთ რომ ალასანია. გიო. და რატომ? ვიცი კაცო ალასანია ასიანი ვიცი ახლა რა. თუ შეიძლება გითხარით. ვიცი კაცო დედა ჩემუშაობს დაცვაში მაგასთან დაცვა. ვიცი კაცო. მართლა? კი. დიდი ხანია. ნუ სამი თვეა რა რაღაც მედი. რაღაც მე გავიგე რომ ბურჯანაძეზეც ამბობენ. ნუ ახლა მithქვა მოთქმა არის, მაგრამ ვიცი რომ ალასანია. ჩემი ბიძაშვილის მეგობარი მუშაობს მასთან დაცვაში. არა, ახლა მე ალასანია ვიცი დედა ჩემი დაცვაში. არა, არ მინდა ახლა. ალასანია ვიცი. კარგი. სამწუხაროდ ეს არ არის სწორი პასუხი. ბიჭო, აი ნახავ თუ არა. და შემდეგი შეკითხვა. როგორ იქნება არაბულად გამარჯობა? მიხარია რომ აქ ხართ. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ელბერ ქელეთენე მე ჰელები. ერგე ქერმერე ქეთენ პრექტენი ამა ობა. მადლობთ ბატონო ვასო, მაგრამ თქვენ ამის გამო კულ არ დაგერიცხებათ, ეს კითხვა არ შედიოდა თამაშის კითხვებში, უბრალოდ ჩვენს ტელევიზიას იმედს ახალი მფლობელი ყავს და არაბული ენას ცოდნა მჭირდებოდა. დიდი მადლობა. აქვე დასრულდა ჩვენი თამაში, მოდით დავითვალოთ ქულები და გამარჯვებული გახლავთ ბატონი ვახტანგი. აუ რა კაია. ბატონო ვასილ, თქვენ სამწუხაროდ ტოვებთ თამაშს. კარგად იყავი, მიდი. აუ შუქი არ ჩამიქროთ რა. თქვენი სინათლე უკვე ჩაქრა ბატონო ვასო, თქვენ დამარცხდით. დიახ, ვაგრძელებთ თამაშს, ბატონო ვახტანგი. მზად ხართ ითამაშოთ? კი, აბარა, კი. და თქვენ მზად ხართ მოიგოთ 1000. კი, აბარა, კი. ანუ თქვენ ამბობთ რომ თქვენი ინტელექტი გაძლევთ იმის საშუალებას რომ თქვენ 1600 ლარს დღეს მოიგოთ. კი, აბა, 1600 აბა. ანუ ეს სუპერ პრიზის სუპერ პრიზები მინდა აბა. 1600 ლარი. მიდი. კი, მაგრამ იცით რა არის? სამწუხაროდ არა გვაქვს მთლიანად 1600 ლარი. რა გაგიბეჭო შენ რა გაგეხო მანდარმა მიყვარს. იქნება არ ითამაშოთ. რა არ ვითამაშო? არა გვაქვს 1600. როგორ არა გიშოვე წაჯი ისის ხე მოიტანე იმასკენი. წაჯი არ ვიცი მე. მე ვერსად ვერ წავა. ვერ წახო და მე მოვალ ახლა კაცო შეშენდა და მიგახჭე მიგუდა მანდე გაიგეშო. შენ მაინც დამელოდე ერთი წუთი მანდ ამას ნახე შენ რა უთხრა. ბატონო ვახტანგი. ასაკეთებ. ბატონო ვახტანგი. იოდი 3 4 5 6 7 არამა ktože აი დუარაგა გრარაგა იგ მეჭმალული კონდა ჯიბეებში გოდა შენ მაიმუნაში